ლიბერთი ბანკისგან კიდევ ერთი სასარგებლო სიახლე გვაქვს. ახლა ხანს ლიბერთი და ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი დამეგობრდნენ. თანამშრომლობის ფარგლებში ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები სხვადასხვა მაღალ ტექნოლოგიურ კვლევებსა და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებებზე ლიბერთის ტერმინალით გადახდის შემთხვევაში 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. დეტალებს ია აივაზაშვილის სიუჟეტიდან შევიტყობთ. ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი დასავლური სტანდარტების ლიდერი სამედიცინო დაწესებულებაა, რომელმაც კავკასიის რეგიონში მედიცინის ახალი ერა დაამკვიდრა. ცენტრის დამფუძნებელი პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი წლების განმავლობაში მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მოღვაწეობდა. თუმცა მისი მიზანი ყოველთვის იყო საკუთარ ქვეყანაში შეექმნა სივრცე, სადაც ქართველი პაციენტები უახლესი დასავლური სტანდარტების სამედიცინო მომსახურებას უფასოდ და ხარისხიანად მიიღებდნენ. ჩემი მიზანი იყო მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, სადმე იქ კი არ ყოფილიყავი დასავლეთში და იქ მინდოდა რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო აქ. დაახლოებით 10 წელი არის, რაც მუდმივად ნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, თანამედროვე სერვისებს და გვირგვინი ამ თანამედროვე ტექნოლოგიების და მთავარი მტკიცებულება იმისი, რომ მართლაც ჩვენ მივახციეთ ამას, ეს არის რობოტული ქირურგია. რობოტული ქირურგია არის ქირურგიის უმაღლესი საფეხური. 2 წელია უკვე ეს დავნერგეთ. რამოდენიმე ასეული ოპერაცია არის განხორციელებული. ამჯერად ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის და ლიბერთის სოციალური ინიციატივის ფარგლებში, ცენტრის ნებისმიერ ფილიალში, ლიბერთის ტერმინალით გადახდისას, მაღალ ტექნოლოგიურ კვლევებსა და მომსახურებებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ფასდაკლება ვრცელდება ისეთ მომსახურებებზე, როგორიცაა რობოტული ფოკალური თერაპია, თირკმლის კენჭოვანი დაავადებების მკურნალობა, ლითოტრიფსია, ნებისმიერი ზომის კენჭის დაშლა ქირურგიული ჩარევის გარეშე, 29 მეგაჰერციანი მიკროულტრაბგერითი პროსტატის სკრინინგი და სხვა. ძალიან თანამედროვე აპარატურა, ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც პროსტატის სიმსივნის კიბოს გამოვლენისთვის არის შექმნილი. ავლენს იმ სტადიაზე, როცა ის იკურნება. ანუ მე მინდა ხაზი გაუსვა განკურნებას. ანუ პროსტატის კიბოს თუ გამოვავლენთ ამ აპარატის საშუალებით დროულად და მე თუ ჩავატარებთ შესაბამის სამკურნალო რობოტულ ასე ვთქვათ მკურნალობის საშუალებებს გამოვიყენებთ, ადამიანი განიკურნება. ტექნოლოგიური პროგრესის გვირგვინი რობოტული ქირურგიის დანერგვა გახდა. 2024 წლის 27 თებერვალს პროფესორმა გურამ ქარაზანაშვილმა საქართველოში და მთელ კავკასიაში პირველი რობოტული ოპერაცია, რადიკალური პროსტატექტომია ჩაატარა. ეს იყო გარდამტეხი მომენტი ქართული მედიცინის ისტორიაში. ეს არის რობოტ საოპერაციო, ამ რობოტ საოპერაციოში ლოკალიზებულია დღეისათვის 2 სხვადასხვა ტიპის რობოტული ტექნოლოგია. ერთი არის რობოტული ტექნოლოგია, რომელსაც ქვია Focal 1. ეს არის სპეციალურად პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნის გასანადგურებლად ოპერაციის გარეშე. აქ არ არის არც ხიბური თერაპია, არც გაჭრა ჭირდება ადამიანს. თუ ძალიან ადრეულ სტადიაზე ვავლენთ სიმსივნეს, უბრალოდ იმ ადგილში ვანადგურებთ ოპერაციის გარეშე. ეს არის მართვის პულტი. აქედან მართავთ აი იმ რობოტს. ბრძანების მიღებისთანავე რობოტი ქირურგი თავისი 4 ხელით მოქმედებას იწყებს. პროცესში ქირურგები, ანესთეზიოლოგები, ინჟინრები, ექთნები, მთელი გუნდი ჩართულია. ეს რობოტი საშუალებას მაძლევს, რომ ჩემი 2 ხელით ვამუშაო მისი 4 ხელი და შესაბამისად ფაქტიურად ეს ასისტენტიც ქირურგიც და ასისტენტიც ერთ კონსოლშია. ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრის მიზანია საქართველოში დაამკვიდრდეს დასავლური სამედიცინო ხარისხი, რომლის მისაღებადაც პაციენტებს ადრე საზღვარგარეთ გამგზავრება უწევდათ და საქართველოში აგრძელებს მაღალ ტექნოლოგიური სამედიცინო სერვისების განვითარებას. ძალიან საინტერესო და ეს არის ჯანმრთელობისთვის რაც კი რამე კარგი გაკეთდება, ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს, ძალიან მივესალმები ასეთ რაღაცას. მეც ასევე